სხვა ამბები დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. ნიუ-იორკში ჩვენების შემდეგ დიზაინერი გიორგი ნაზღაიძე კოლექციას მამაკაცებისთვის ხვალ სამეფო უბნის თეატრში აჩვენებს. სპორტული და კლასიკური სტილის ნაზავი კოლექცია ძლიერი და ელეგანტური მამაკაცებისთვის. დეტალებზე დიზაინერი პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. გიორგი, გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით თელ საქართველოს, როგორ ხართ? კარგად ხართ. გიორგი, სულ ახლახანს დაიწყეთ დიზაინერად მუშაობა და უკვე მიაღწევთ იმას, რომ თქვენი პირველი კოლექცია აჩვენეთ ნიუ-იორკში. ძალიან დიდი წარმატებაა, როგორ მიაღწევთ? იცი რა არის, ძალიან დიდი წარმატება იყო მაშინ, როცა უკვე შედგა ჩვენება და როცა ძალიან ბევრი პრესის ფურცლებზე აღმოჩნდი და იგივე ინტერნეტ სივრცეში აღმოჩნდი, მაშინ იყო უკვე წარმატება. იქამდე იყო შემოთავაზება, ჩავედი ნიუ-იორკში, აი ეს ყველაფერი მოხდა, ანუ არის ესეთი არა სამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია Honor-Vita, რომელიც ეხმარება მსოფლიოში, ანუ ბავშვებს და მე გადავწყვიტე საქველმოქმედო კუთხით ჩავთვლილიყავი ამ ყველაფერს და საქართველოს ძალიან ბევრი ბავშვი ყავს გაჭირვებული და ამ შემთხვევაში ავიღე ნაძალადევის ბავშვთა სახლი, რომელსაც დავეხმარები ამ ჩემი ჩვენებით. და ასე მოხდა ჩვენი, ანუ ურთიერთგაგება და შემდგომ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ნიუ-იორკში წარმოედგინა ეს კოლექცია. ესკიზები რომ ნახეს, უკვე ნიუ-იორკში მოიწონეს მოდის კრიტიკოსებმა და გადაწყვეტეს, რომ მივეწვე იქ და იქ გამეკეთებინა ეს ჩვენება. როგორ იყო, ანუ შეფასებები უკვე გითხარი, რომ კარგი იყო, ანუ თუ დაიგეგმა უკვე მომავალში რაიმე მსგავსი ჩვენებები საქართველოს საზღვრებს გარეთ. იცი რა, ნიუ-იორკში რამოდენიმე პიჯაკი რა, მაისურები, ფეხსაცმელი, რომელიც ექსკლუზიურად ჩემი რაღაცებით არის, ჩანახატებით არის გამოსახული, ამას არ ვიტყვი, რომ სამ ჩვენებაზე არ მოასაზრდოება. ეს ყველაფერი ჩვენების შემდეგ გადაიგზავნება ნიუ-იორკში და იქ არის შოურუმი, სადაც იქნება ეს სამოსი და შემდგომ მოდიან სხვადასხვა მაღაზიის წარმომადგენლები, სხვადასხვა დიზაინერები და მოწონების შემთხვევაში უკვე რაღაცა დიდ რაოდენობას გიკვეთავენ თავისი მაღაზიებისათვის. ანუ ეს წარმატებაც ხვდა წილად. გიორგი, ქართველი მაყურებელი ამას უკვე ხვალში აფასებს ამ კოლექციას სამეფო უბნის თეატრში. საგანგებოდ შეარჩიე ალბათ თეატრი. რატომ, ანუ როგორი იქნება ეს ჩვენება? იცი რა, სამეფო უბნის თეატრს პირველ რიგში უღმესი მადლობა ამ თეატრს, ნიკა თავაძის მადლობა, იმიტომ რომ დამიტყო ეს თეატრი, იმიტომ რომ თეატრს აქვს თავისი რაღაცნაირი აურა, თავისი პატარა ქალაქივით არის ეს თეატრი, როდესაც შემოდიხარ და ჩემი ჩვენება ცოტათი თეატრალური იქნება და აქედან გამომდინარე ყველაფერი კარგად იქნება დაგეგმილი, იმიტომ რომ პატარა ქალაქი, პატარა სპექტაკლი და ეს ყველაფერი გაერთიანებს, ანუ თან მოდა, თან ხელმოქმედება, თან შოუ, თან რაღაცა პატარა სპექტაკლი, თან გემოვნება, ყველაფერი ერთად იქნება შეწყმული. როგორი იქნება ეს სპექტაკლი, ხომ არ გვეტყვი? ეს სპექტაკლი იქნება ცოტათი პლუს 18-იც იქნება ცოტათი როგორ ავხსნა არის. ანუ გეტყვი მარტივად რა, ინდონეზია მამაკაცური კოლექცია არის შექმნილი დამოდროულად მოდური, რომ მათ წინაშე ნებისმიერი ქალი არის უძლური, ვისაც ასევე ჩემი კოლექცია. რენუკა ყიფშიძე არის ამ ჩვენების სახე, რომელიც ხსნის ამას და ის ეძებს დარბაზში იმ მამაკაცს, რომელიც არის მისი შესაფერის და ამ დარბაზში არც ერთი დამსწრე საზოგადოება, რომელიც დაისწრება, ისინი მის შესაფერისი არ იქნება, რადგან მათ ჩემი სამოსი არ აცოდება. ისინი არიან კულისებში. როგორია ეს? როგორ გამითარდება უკვე დაესწრებით პირადად ნახოთ ყველა. გიორგი, როგორია ეს სამოსი, რომელსაც ხალბატონები ვერ უძლებენ? მამაკაცური, ელეგანტური, ამავდროულად მოდური და ძალიან კარგი ფერები, რომელიც საქართველოში თავს ვიკავით, რომ ჩავიცოთ. უმეტესად ჩვენთან შავი თეთრი არის და ჩვენთან იქნება ძალიან ბევრი ფერი გამოყენებული, მაგრამ ამაში მაინც არ უშლის ხელს, რომ კაცი იყოს მამაკაცური თავიდან ბოლომდე. რასაც ვაკვირდებით, ქართველი დიზაინერები მამაკაცებისთვის ნაკლებად ქმნიან კოლექციებს. რა არის ამისი მიზეზი? რთულია უბრალოდ ქართველი მამაკაცები ამჯობინებენ სხვა ისეთ ცნობილ ბრენდებს, ვთქვათ, არა დიზაინერი, ქართველი დიზაინერებს, ანუ რატო ხდება ეს? ვერ ვიტყვი იმას, რომ ბრენდებს ამჯობინებენ, ამის ფუფუნება ნაკლებად გვაქვს. დიდ პროცენტს ნაკლებად აქვს საქართველოში, მაგრამ უბრალოდ ის არის, რომ კაცის კოლექცია ზოგადად რომ შეიკროს, უფრო რთულია მეტად ვიდრე ქალი. ეს ყველა დიზაინერს შეუძლია აღიაროს მამაღლა, უნდა თქვან წესით, რომ ეს ესეა. შეიძლება არ იძახე, მაგრამ ეს ესეა. მე რატომღაც გადავწყვიტე, რომ რთული დამეწყო და გადამეწყვიტე, რომ მამაკაცი ყოფილიყო პირველი, იმიტომ რომ საქართველოს აკლია. მამაკაცებს აკლიათ კაცის სამოსი და ამიტომაც გადაწყვიტა მამაკაცი. თუმცა, ანუ აქ არ შეჩერდები და მამაკაცების შემდეგ უკვე ქალებსაც შეუქმნი კოლექციას. როდის იქნება? ერთი ქალის კაბა, ანუ ქალი გამოვა და ამით იქნება ეს მანიშნებელი იქნება, ეს ნიშანი იქნება, რომ მომავალი იქნება ქალის კოლექცია და ქალი ალბათ იქნება სექტემბრისკენ იქნება, ესაც გრანდიოზული იქნება, რა თქმა უნდა და ცოტა თეატრალური. ჯერჯერობით ალბათ ისე მოლაპარაკების მიხედვით თუ გეტყვით რაღაც სიახლეს არის ისე ნიუ-იორკში გაიმართება და შემდგომ უკვე გაიმართება ისე საქართველოში. დიდი მადლობა გიორგი, წარმატებებს გისურვებთ და საუკეთესო სრულებით დაგემშვიდობებით.